სანამ სამართალდამცველები სიდნეიში მომხდარი დანაშაულის მოტივს იკვლევენ, ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება. 40-ზე მეტი დაშავებული ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. გამოძიება დამნაშავედ მამა-შვილს ასახელებს, რომლებიც ხანუქასადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. 50 წლის კაცი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე საპასუხოს როლის შედეგად მოკლეს. მისი 24 წლის შვილი კი ჯერ ადგილობრივმა განაიარაღა, შემდეგ კი პოლიციამ დაჭრა. ჩვენ ვნახეთ ტერორისტული ბოროტებისა და ანტისემიტიზმის აქტი ჩვენ სანაპიროზე, რომელიც მუდამ ასოცირდებოდა სიხარულთან, ოჯახების შეკრებასთან, დღესასწაულებთან. ახლა კი მომხდარით ეს შეხედულება სამუდამოდ შეილახა. ეს იყო თავდასხმა, რომელიც განზრახ იყო მიმართული ებრაულ თემზე. თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ტერორისტულ აქტს კი ებრაული სახელმწიფოს მხრიდან ბრალდებები მალევე მოჰყვა. ისრაელმა ავსტრალია ებრაული თემის დისკრიმინაციის წახალისებაში დაადანაშაულა, გარდაცვლილთა ოჯახებს კი სამძიმარი გამოუცხადა. ჩვენი გულები ახლა დაღუპულთა ოჯახებთანაა, ლოცულობ დაშავებულთა სიცოცხლისთვის და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ავსტრალიის ხელისუფლებას მიიღონ გადამჭრელი ზომები ანტისემიტიზმთან საბრძოლველად. ავსტრალიის მიერ სხვა ქვეყნებთან ერთად პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ანტისემიტურ ცეცხლს ნავთს ასხამს. ამგვარი ნაბიჯი წაახალისებს ჰამასის მებრძოლებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. ეს ნაბიჯი აძლიერებს იმ ადამიანების პოზიციებს, რომლებიც ავსტრალიელ ებრაელებს ემუქრებიან. თქვენ არაფერი აკეთეთ, რათა შეგეკავებინათ სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც თქვენ ქვეყანაში იზრდებოდა. მომხდარმა თავდასხმამ საერთაშორისო ლიდერები ებრაული თემის მხარდაჭერის აუცილებლობაზე აალაპარაკა. გარდაცვლილთა ოჯახებმა კი მსოფლიო პოლიტიკური ელიტისგან ანტისემიტიზმთან ბრძოლის გაძლიერების პირობა მიიღეს. შოკირებული ვარ ბონდის სანაპიროზე მომხდარი ტრაგიკული თავდასხმით. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. ევროპა ავსტრალიასა და ებრაულ თემებს ყველგან უჭერს მხარს. გაერთიანებულები ვართ ძალადობის, ანტისემიტიზმისა და სიძულვილის წინააღმდეგ. შეერთებული შტატები მკაცრად გმობს. ავსტრალიაში ებრაული დღესასწაულის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას. ამ სამყაროში ანტისემიტიზმის ადგილი არ არის. ჩვენი ლოცვები ამ საშინელი თავდასხმის მსხვერპლებთან, ებრაულ თემთან და ავსტრალიელ ხალხთანაა. სიდნეიში ბონდის სანაპიროზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას გმობს ოფიციალური თბილისიც და მსხვერპლთა ოჯახებს უსამძიმრებს. საქართველოს მკაცრად გმობს სიდნეიში ანტისემიტურ ტერორისტულ თავდასხმას, რომლის სამიზნეც ებრაული თემის წევრები იყვნენ, რომლებიც ხანუქას აღსანიშნავად შეიკრიბნენ. ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაზარალებულებს და დაშავებულებს და სოლიდარობას ვუცხადებთ ავსტრალიის ხალხსა და მთავრობას. ანტისემიტიზმის აქტები ძირს უთხრის ჩვენს საერთო ღირებულებებს და მტკიცედ უნდა დავუპირისპირდეთ მათ, სადაც არ უნდა ხდებოდეს. საქართველოს მკაცრად გმობს სიდნეიში ბონდის სანაპიროზე ხანუქას დღესასწაულის აღნიშვნისას მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას. ღრმა თანაგრძნობას გამოვხატავთ მსხვერპლთა ოჯახების მიმართ და ვლოცულობთ დაჭრილების სრული და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის. მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს დაგეგმვის პროცესშია. ამ დრომდე სამართალდამცველებმა იმის დადგენა შეძლეს, რომ 50 წლის ბოროტმოქმედს 6 ერთეული იარაღი საკუთარ სახელზე ლეგალურად ჰქონდა შეძენილი, რამაც ავსტრალიის ხელისუფლებას იარაღის შენახვისა და ტარების შესახებ კანონის გამკაცრებისკენ უბიძგა.